ყველა თუ კომპლექსურ პრობლემას ცხოვრებაში ნებისმიერ სფეროში აქვს ძალიან ხშირად მარტივი გამოსავალი და ეს მარტივი გამოსავალი არის რწმენა, ბევრი შრომა და მოძრაობა წინ და არა უკან. და აი თუ შარშანდელი არჩევნები თქვენ ახსენეთ, მე ბევრჯერ მithქვამს თქვენ ეთერში გონი არ მithქვამს, მაგრამ მithქვამს არ ეთერში რომ შარშანდელ არჩევნებში მარცხს მე პირადად არა მხოლოდ ქართულ ოცნებას დავადანაშაულებდი მარცხში ან გაყალბების თვალსაზრისით იქ დაშინების მანიპულაციებს არა. ბევრი შეცდომა დაუშვით შარშან ოპოზიციამ. და ამ შეცდომებზე ეხლა მე ყოველდღიურად არ გავამახვილებ რომ არ წავიღო ამ გადაცემის ძვირფასი დროის. მაგრამ იქ სადაც მოხერხდა მაგალითად მე პირადად ვიყავი ჩართული გდანის რაიონი, დიდი რაიონი თბილისის. სადაც მე ვწუნეთ პრაქტიკულად შარშან მე კონკრეტულად ყავდა კალაძე. იგივე მისი უახლოესი მეგობარი კობეში თავიდან ბოლომდე ადამიანი ჩართული იყო და კიდე ვინ და როგორ და რომელი სამყაროს წევრები და რომელი სამსახურის ხელმძღვანელები თავიდან ბოლომდე იცხოვრდნენ და არჩევნებამდე ორი დღით მოიყვანა წააგეს მაგის თქმა მინდა გდანი წააგეს მართლა მიუხედავად ყველაფრისა დაყურებლებს მინდა შევახსენო რომ ივანიშვილის მოყვანას კი დაჭირდათ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საღამოს როდესაც ეს ინფორმაცია შტაბ შემოვიდა სიმართლე გითხრათ ეხლა შემიძლია თქვა ბოლომდე არც მჯეროდა იმიტომ რომ ხანუ ამ ადამიანს როდესაც 30 საარჩევნო ოლქი იყო ეხლა რა უნდა და არჩევნებამდე ორი დღით ადრე პოლიტიკიდან თითქოს წასულ ადამიანს იმაში რა ქვია გდანში და წააგეს შედეგობრივად წააგეს ფული თუ კი სადმე დაიხარჯა გიორგი 30 ოლქი რა თქმა უნდა იყო სამაჟორიტარო და ნაკლებობა ამისი არცად არ იყო, მაგრამ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ოპოზიცია ვიყავით გაერთიანებულები ოპოზიციის კანდიდატი ჩემი სახით მართლაც ვფიქრობ ძალიან სწორად ვიმუშავეთ და ძირითადად ეს სწორი მუშაობა რაში გამოიხატებოდა ეცეთ რწმენა გაღვივდა რომ გდანში ოპოზიცია იგებდა და შედეგიც დაждდა. შედეგი დადგა, შედეგი მივიღეთ ის პირველ ტურში 44% ავიღე. და ერთადერთი ოლქი იყო სამწუხაროდ 30-დან, სადაც დამარცხდა. ამას გამოცდილება ოპოზიციამ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, გვაქვს კალკით არ დაგიმო არაფერს განსხვავებულს არ ვაკეთებთ. ახლა შტაბში ერთ-ერთში ვაკეთებთ იგივეს რაც გავაკეთეთ გდანში. შტაბში ოპოზიციის გამოცდილება მუშაობით გაგრძელებული პოლიტიკური სხვადასხვა ტაქტიკით. ოპოზიციას აქვს კონკრეტული გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა თქვენ ახლა საუბარს როდესაც იწყებით აღნიშნეთ, რომ ოპოზიციამ იმ არჩევნების რომ შეცდომები დაუშვა. კი, იყო, არ იყო საკმარისად გაერთიანებული 24 საათი. ახლა საკმარისად გაერთიანებული და აი ახლა ეს ოპოზიციის გამარჯვების მუხტი ჩანს. აბსოლუტურად სხვა ვითარება არის. იცით რა არის? მოკლედ თუ კი ადრე იყო საუბარი ოპოზიციამ გაერთიანდეს, ოპოზიცია საკმარისად გაერთიანდა. ძალიან ბევრ ოლქში არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რომლებიც უახლოეს დღეებში შეუდგებიან უკვე აქტიურ კამპანიას რეგიონებში ნაწილ მათგანმა დაიწყო გუშინ იხილავდით ჩვენს დავასახელეთ 28 ოლქში მერობის კანდიდატები, შემდეგ კანდიდატებსაც დავასახელეთ უახლოეს დღეებში და დიდი მათგანი არის საერთო შეთანხმებული კანდიდატები. მსგავსი არაფერი არ ყოფილა შარშან სამწუხაროდ მეტიც 24 საათის განმავლობაში დიდი ნაწილი ერთი ჯგუფი ოპოზიციის ატარებდა ლანძღოთ ათხვაში მეორე ოპოზიციური ჯგუფის და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა იმოქმედა ნეგატიურად. პლუს ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელზეც შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, რაც შეცვლილი არის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. და მარტივად ეს არის ბოლო შანსი. მოდით პირდაპირ გულახდილად თქვენს მაყურებელსაც ვეთქვი თქვენის ნებართვით. ეს არის ბოლო შანსი. ამორჩევლისთვის, პოლიტიკოსისთვის, რეჟისორისთვის, არ ვიცი, პედიატრისთვის, ინჟინერისთვის, ბოლო შანსი არის ამ არჩევნებში, ამ რეფერენდუმში ოლიგარქი დამარცხდება და არა იმიტომ, რომ ასე გვინდა, იმიტომ რომ კანონზომიერება, კანონს ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დასაწყისი. და თუ კი რამე ახლა გვაკლია, კი, შეიძლება დაგეთანხმოთ, ხო? არის რწმენა, რომელიც უნდა გაღვივდეს. ბევრ ადამიანში ეს რწმენა არსებობს, ეს ხელისუფლება არაფერზე არ დგას, მოჩვენებითი არის. მოჩვენებითი სიძლიერე აქვს გიორგი ამ ხელისუფლებას. სინამდვილეში ძალიან მყიფეა და შუშის ფეხები დგას ქვიშაზე.
გასაგებია. აი ბოლო შანსი, როდესაც ახსენეთ. ეს ერთგვარად აი მოწოდებაც შანსი ხვდები, ან ბოლო შანსი. აი ბოლო შანსი არის, რა თქმა უნდა, ამ ორი სიტყვით აენთება ამ მომრჩეველი რომ მოვიდეს, რომ აი ბოლო შანსია და მოდით არჩევნებზე. რა თქმა უნდა, აენთება, რას ნიშნავს, ეხლა ყველა ამორჩევლის მისაღებ მე, ჩემი ბრძოლით, მეგობრებმა სხვადასხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებიდან ყველას საბრძოლველია. აი მოდით ვუწოდოთ ყველას პოლიტიკოსი ან არავის აღარ ვუწოდოთ პოლიტიკოსი. ქართველი ერის გასამარჯვებელი არის ეს ამ ბრძოლაში რეფერენდუმი, რომელიც რას ეხება? რეფერენდუმი რა არის კონკრეტულად ფორმალურად როდესაც მართლა ტარდება რეფერენდუმი, ორი კითხვა არის, ხო? კი თუ არა, ან კის შემოხაზავენ, ან არას შემოხაზავენ. კი ბატონო, თუ მოსახლეობა თulis რომ ეკონომიკა ქვეყანაში უნდა იყოს ერთეულებისთვის, მაშინ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას უნდა დაუჭირო ხარი. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი თulis რომ ეკონომიკა ერთეულებისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა იყოს, მაშინ უნდა დაუჭიროს ხარი ოპოზიციას. თუ საზოგადოება თulis რომ სასამართლო უნდა იყოს კლანური, მაშინ ხელისუფლებას უნდა დაუჭიროს ხარი. თუ საზოგადოება თulis სასამართლო მასაჯულება უნდა იყოს პირუთმები ობიექტური, მაშინ ოპოზიციას უნდა დაუჭიროს ხარი. თუ საზოგადოება, გიორგი, თulis რომ აწყობს, მოდი და ძალიან გულვათლად ვისაუბროთ რა. კი ბატონო, თუ თulis რომ აწყობს ხელისუფლება, რომელიც მეათე წელს 10 წლის წინანდელ წინა 9 წელზე გესაუბრება, ხშირად საუბრობენ რა წინა 9 წელს, წინა 9 წელს საუბრობენ. სინამდვილეში 18 წლის წინანდელ საკითხებზე საუბრობენ, 17 წლის წინანდელ, 2005 წლის საკითხებზე საუბრობენ. მაშინ თუ ასეთი ხელისუფლება სურს საზოგადოების ნაწილს, გონი რა საზოგადოების ნაწილმა ხარი უნდა დაუჭიროს ქართულ ოცნებას. მაგრამ თუ საზოგადოება თulis რომ გჭირდება ხელისუფლება კოალიციური, რომელიც მომავლის რწმენას გააჩენს, ოპოზიციას უნდა დაუჭიროს ხარი. და თავარი, თუ საზოგადოება თulis რომ საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს და ჩვენი გეზი არ უნდა იყოს და ჩვენი ხედვა არ უნდა იყოს მიმართული ცივილიზაციისკენ, მაშინ უნდა დაუჭირონ 51 ნორმის მხარი. თუ კი საზოგადოება თulis ჩვენი ადგილი არის ის, სადაც ისტორიულად არის, ის საიდანაც პროგრესი მოდის, ის საიდანაც დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები ტირაჟირდება, ხო? და ასეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენ საბოლოო ჯამში ავაშენოთ. ანუ დასალული ღირებულებები და ფასეულობები ხედულობაში, მაშინ ხარ უნდა დაუჭიროს ოპოზიციას. არასოდეს ასე ადვილად და მარტივად მისაღები გადაწყვეტილება ჩემის აზრით ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ყოველ შემთხვევაში მე რაც მახსოვს ჩემი ცნობიერი ცხოვრება რაც დავიწყე არ ყოფილა. თუ საზოგადოებას ეხლა თბილისში ცხოვრობ მე პირადად, მიუხედავად იმისა რომ რეგიონში აქტიურად მიწევს თქვენს და თქვენ მაყურებელს გადაადგილება, ნუ ძირითადად ვარ მაინც თბილისში. და გულავთელად გეუბნებით. ყოველი მესამე მეოთხე ადამიანი დადის თბილისში შეიარაღებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ის ახალგაზრდა ნაწილი მაქვს ხედველობაში, რომელიც არ ვიცი, ხა რომანტიზაციას და ესთეტიზაციას ახდენს ქურდული და კრიმინალური გაგების. აი მშობლებიც გვისმენენ, ხო? ახალგაზრდებიც შესაძლებელია რამდენიმე მათგანი ხა თან მისმენს და თან სადღაც იქვე იარაღებდეს, რომლის ტარების უფლება და შენახვის უფლება არ უნდა ქონდეს. ნორმა არის, პროზაულია. პროზაული არის ჩვეულებრივად ყოველი მეოთხე, მეხუთე ადამიანი იარაღი აღჭურვილი, ან მანქანაში აქვს ის იარაღი, რომელიც არ უნდა ქონდეთ, არა აქვს უფლება, ან ჯიბეში უდეს და რატომ, გიორგი? რატომ არა აქვს ეს განცდა ამ ადამიანებს, რომლებიც კვილებამდე შეიარაღებულ თუ არა ერთი პისტოლეტი უდეს, რომელმაც შეიძლება 6 ადამიანიც მოყოს, აგეთ ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირეთ, ის დაიწყეთ გადაცემა, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხო? ეთქი ბიზნეს გარჩევას, ტრაგედია დატრიალდა, ხო? ორ ოჯახში, დიდი. არა აქვს განცდა, რომ ვიღაცამ შეიძლება საპატრულო ეკიპაჟმა გააჩეროს და შესაბამისი პასუხი მოთხოვოს. ასე არ ხდება, შეიძლება თავზე ხელაღებულმა ადამიანმა ჯგუფმა გარისკოს საკუთარი თავისუფლებით და ატაროს იარაღი, მაგრამ მასიურად როდესაც ხდება ეს ბიზნეს გარჩევები ხდება ტელევიზიამდე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ტელევიზიამდე და სხვადასხვა ტელევიზიამდე მოდის ბევრი მძიმე შემთხვევები, ბევრი მეწმუნედ არ მოდის. ბიზნეს გარჩევები ხდება იარაღის და ჟღარუნით და ერთმანეთს ხერხემალში ტეხავენ. მათ შორის თბილისში საბურთაოზე კორპუსების აშენების
პროცესში ვინც არის ჩართული რა პირადად ვიცნობ ამ ადამიანებს ვინც თბილისში შეიარაღებული დადის თანაც ის ჯგუფები რომელიც ერთი მეორეს ვერ იტანს ესე პირადად ვიცნობ პოლიციას ატყობინებთ ხოლმე არა ნუ ეხლა ვიცნობ ადამიანები მთელი თბილისი იცნობს და მთელი საქართველო იცნობს ყოველი მეოთხე მესამე ეს არის ნორმა სამწუხაროდ ასეთ სახელმწიფო გვაქვს კარგი ერთ შეკითხვას გაგისვათ აი ამასთან დაკავშირებით იგივე ექსპერიმენტი ჩატარება რომ შეგვეძლოს ნიშნულოვან საკითხზე გონიო საუბრო საიდან ამოვიდი რა კენჭისყრა რა არჩევნებია რა რეფერენდუმია ხო ეხლა ექსპერიმენტის სახით იმის უფლებამოსილება რომ მქონდეს რომ აი აქ გაგარენის მოედანზე დავდგეთ მე და თქვენ პირდაპირ ეთერში აი ჰიპოთეტურად რო წამოვიდით და ისე თუ საინტერესო იქნება საათნახევრის განმავლობაში აი ეუბნებით საოცრება ხდება თბილისში მე ეხლა დავიბადე გავიზარდე 41 წლის ვარ ახლა ხო უმძიმესი პერიოდი მახსოვს როგორც თქვენ ერთი თაობის ვარ სამოქალაქო ომ გადატანილი ქალაქი 90-იანი წლები სადაც სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა და ძალიან იაფი იყო სიცოცხლე ხო თავისუფლების მოედანზე ხა ხო სოულაკში დავიბადე გავიზარდე მახსოვს რაც ხდებოდა საძმოები ბევრი არაფერი გვიკლია იქამდე დღეს მე შედარებით მშვიდად ვარ როგორც მშობელი იმიტომ რომ ჩემი ბავშვი არის 6 წლის და ამ თვალსაზრისით სანდროსთან მიმართებაში გულახდილად გეუბნებით ახლა არ ვღელავ მაგრამ სანდრო თუ იქნებოდა დღეს 16 წლის ძალიან დიდი საფუძველი მექნებოდა ნამდვილად გეთანხმებით კი ბატონო არის ეს ღრმა დასადგურებული შიში ხახნო არ ხდება ეს შემთხვევით გეუბნებით არ მოდის თქვენამდე ბიზნეს გარჩევები ვალების ამოღებები ერთმანეთის მიმართ ანგარიშტორებები საშინელება ხდება თბილისში და არა მარტო თბილისში ზუგდიდში ქუთაისში კრიმინალი ზეობის ხანას განიცდის არის ეს რეალობა და ამაზე ხა ენის მოჩლეკვა არ უნდა ხონდეს ადგილი ამიტომ თუ გვაწყობს თუ გვინდა თუ სიამოვნებს თუ მინიმუმ მოდი თქვა დისკომფორტს არ გვიქმნის რომ უკვე პრაქტიკულად პირადი უსაფრთხოებაც კი არ აქვს 41 ნომერი იქნება და კი ბატონო საზოგადოების ის ნაწილი დაუჭეს მხარს თუ კი გვაწყობს თუ კი გვინდა რომ გარემო იყოს უსაფრთხო კლიმატი იყოს ჯანსაღი ყველა თვალსაზრისით კლიმატი დაწყებული უსაფრთხოების გაგრძელებული საინვესტიციო კლიმატით ხო და კიდევ უფრო პოლიტიკურით მაშინ ოპოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი განგებ ვამბობ ოპოზიციას და არა კონკრეტულად იმ პარტიას რომლის თავმჯდომარე მე ვარ რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის პარტია რომელსაც მე წარმოვადგენ ხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადოებისკენ იმიტომ რომ ეს პარტია თვისობრივად შეიცვალა და კიდევ უფრო მომდევნო კვირებში დავარწმუნებ საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც ჩამოუყალიბებელი რომ არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაუჭირო მხარი მაგრამ ძალიან იშვიათად საუბრობ ამაზე ეს არის რეფერენდუმი ჩემთვის ყველა ის ადამიანი ყველა ის საქართველოს მოქალაქე ყველა ის პოლიტიკოსი ყველა ის აქტიური პოლიტიკოსი რომელიც არ თაკილობს ველზე მუშაობას და ხოთ სტუდიებში საუბრით არ შემოიფარგლება არის მოკავშირე ჩემი მოკავშირე და დიდი პატივისცემით ვარ გამშვალული ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამურად ავიღოთ გაცილებით მეტი ხმა და მივიღოთ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ვიდრე ოლიგარქიულმა რეჟიმმა. კი ბატონო, აი ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხოთ პატნიკა. როგორც თქვენ, მე ხა მივხვდი შესაძლებელია ხა 22 წელიწადი არ ვიყო პოლიტიკაში და არც 20 წელი, მაგრამ 8 წელიწადია რაც ამ პროცესში ჩართული ვარ, წისქვილის ხوار დატრიალებულა ხა. ჩემ თავზე ფიქრობ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პრაქტიკოსმა, პოლიტიკოსმა 8 წლის განმავლობაში ბევრ არჩევნებში მიმიღე მონაწილეობა და როგორც განათლებით თქვენ ხართ ექიმი, ხო? სამედიცინო უნივერსიტეტში დამთავრებული ხარ. აი პრაქტიკოსი ექიმი ხო შეიძლება ანალიზის პასუხს არ დაელოდოს, გასინჯოს არის ფონეტოსკოპიდან ელემენტარული ხელსაწყობებით შუალედური დიაგნოზი დასვათ, ხო? მე გეუბნებით, ველზე ვარ გასული უკვე თითქმის 2 კვირა. ეჭვი არ მეპარება რომ ამ რეფერენდუმს ქართული ოცნება წააგებს. ეს არის შტილი ქარიშხლის წინ ახლა რაც ანუ ეს თქვენი მერვე წაგება არ იქნება როგორც არ ხო ამბობს. შტილი ქარიშხლის არა, მერვე წაგება არც იყო ის რომ დღეს ოპოზიცია შანსი აქვს, ისა ზოგადად მოიტანხან შეეხეთ, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ არასწორად არის საკითხი დასმული, ადრე საუბრობთ უფრო ხშირად, აი ამდენი არჩევნები წააგს თქვენთან
მოდიან ხოლმე ზოგჯერ სტუმრად და საუბრობენ. თუ ნაციონალურ მოძრაობა ამდენჯერ წააგო არჩევნები მათთან აფერირება. 2013 წელს თქვენ რეალურად ვფიქრობთ, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდა მოგების შანსი, როდესაც ცხენზე იჯდა ქართული ოცნება? არა, 2014 წელს მიუხედავად ყველაფრისა, თბილისში მაინც მეორე ტური დაჭირდა. 2016 წელს ნამდვილად კვლავ ძალიან დიდი დობის ვოტუმი ჰქონდა ქართულ ოცნებას. საიდან იწყება 2017 წელს პრაქტიკულად რაც მოხდა ახლა ნაციონალურ მოძრაობაში გახსოვთ, ხო, შიგნით დაიშალა ეს პარტია და 4 ნაწილად იყო წარმოდგენილი არჩევნებზე. 2018 წლიდან იწყება ამ ხელისუფლების პრობლემები და ის დაშვებული მძიმე შეცდომები ვილოთოთ ხელისუფლების ახლა იმკიან. რო არა ბრძოლა და თუგი ნაციონალური მოძრაობა იგულისხმეთ მეწუნეთ, აი ბოლო წლებში პატივისცემის დადასტურებით აღმოცენებული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გზელი გზა აქვთ ჯერ კიდე გასავლელი ყველას ერთად, ხო, უბრალოდ ვერ შემოვიდანოთ პოლიტიკურ ველზე. ჩვენ იმ წლებში ბრძოლით რას მივახციეთ, იცით, რომ არ გააუდაბნობდა პოლიტიკური ოპოზიციური ველი. რაც უნდოდა ნამდვილად ბიზნესმენიშვილს და დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა. ამიტომ მე ვფიქრობ, უკვე ტყუილის კი დამეჯერება არჩევნებთან მიმართებაში იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე. მთელი გუშინ შაშა 5 თვის განმავლობაში ეჭვი არ შემპარვია, რომ გდანის რაიონს ოპოზიცია მოიგებდა და მოვიგეთ. ახალს ეჭვი ებარება, რომ ახლოსაც ვერ მივახლოვდებიან, ყურადღება მინდა მიაქციო გიორგია ძალიან თუ. ახლოსაც ვერ მივახლოვდებიან 40%-ს. განსაკუთრებით დიდ მსხვილ ქალაქებში. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხოთ. აი რეფერენდუმს როდესაც ვახსენებთ, ხომ? რეფერენდუმს როდესაც ვახსენებთ და 53%-ზე 40%-ზე. ძალიან შედათავ გიორგი, მე ვიცი თავი, პირდაპირ გეტყვით, თავი არ დამიზოგავს და არც ვაპირებ დაზოგვას და ეს ყველაფერი გამოიღებს სწორ შედეგს, იმიტომ რომ ათასობით ასეთი ადამიანი იქნება ამ პროცესში და არის ჩართული. ხო? თუ კი საზოგადოება სხვაგვარ არ ყავდება დამიჯერეთ რა ამ ქვეყანაში არ ყავდება არჩევნები 6-7%-ზე მეტად არ ყავდება შეუძლებელია მაშინ უნდა ბუჯა ტენო თუთებში რასაც არ ყავდება ვერ გააყალბებს ვერავინ 13-14-15% არ ყავდება ეს რეფერენდუმი წაგებული აქვს უკვე ქართულ ოცნებას მიშელის დოკუმენტიდან ხო გავიდა ქართული ოცნება და ვინ მათ თქვენს ხო უკაცრავად აი თქვათ მიიღო 53%-ზე ნაკლები და აღარ დანიშნა ეს არჩევნები ვინ კითხავს ქართულ ოცნებას ეს რეფერენდუმი ძალაში არის ვინაიდან ეს ვალდებულება აღებული არის პირველ რიგში ხალხის წინაშე, აღებულია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და სრულიად ოპოზიციის წინაშე, ხო? ეხლა რატომ თქვა ქართულმა ოცნებამ, ეს გასაგებია, დაწუნებულები არიან, ჩემზე მეტად არიან დაწუნებულები, რომ ახლოსაც ვერ მივახოდენ 40%-ს. არ მინდა ეხლა ხო პროგნოზს ხო არ გავაკეთებ სათითავ ქალაქში რა შესაძლოა ჩვენებზე შეიძლება გავიდნენ. კატასტროფა ელოდებათ, გეუბნებით. კატასტროფაზე როდესაც ელოდება, შედეგობრივად ყველაფერს საზღვარი გადმუშაობს. აი ახლა მაგალითად აი რეგიონებში რამდენად აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები. დავიწყეთ ეს სწორია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ტაქტიკა და ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს არჩევნები სხვა ტიპის არჩევნებია, რეფერენდუმია, სადაც არ არის და არ იყო საჭირო პირდაპირ გეუბნებით საუბრობთ დავაგვიანეთ შესაძლებელია დავაგვიანეთ კონსულტაციებში ჩავჩით შესაძლებელია დიდი ხნით მაგრამ თქვენ ნახევარი არის ოპტიმალური იმისათვის რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი და თუ კი საზოგადოება გააკეთებს არასწორ არჩევანს მაშინ ეჭვი მებარება რომ ამას გააკეთეთ სწორ არჩევანს გააკეთებს პირდაპირ გეუბნებით ხელის გულზე დევს ის სტანდარტი ცხოვრების რომელსაც ოლიგარქი თავაზობს თუ ეს გვინდა ძირფასო მაყურებლები იყოს კი ბატონო მე პირნათელი ვიქნები ჩემს თავთან პირველ რიგში და საზოგადოებასთან ყველაფერს ვაკეთებთ. მე რაც შემიძლია, რაც მეკუთვნის, რაც არ მეკუთვნის, ყველანი მივდივართ არჩევნებზე და ბრძოლით წინახაზე ავანგარდში ვდგები. რეგიონებზე შევეხეთ და რეგიონებთან დაკავშირებით მინდა კითხვა. პირველ ტურში წააგებს ზუგდიდ, პირველ ტურშივე წააგებს ზუგდიდს, პირველ ტურშივე წააგებს თვალის, პირველ ტურშივე წააგებს რუსთავს, პირველ ტურშივე წააგებს თელავს და შენ არ მინდა ხა საუბარი სხვებს არ ეწინოს რომ იქ თუ პირველ ტურში საუბარს დავუბრუნდეთ ისევ წააგებენ ხახტო წვენი საკითხია გუშინ და დღეიდან დაიწყეს თქვენ ახევარია წინ ნაწილს ახლა დავასახელეთ ხო დასახელდება საერთო თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ამიტომ ახლა
ნიჰილიზმის თესვას, პანიკის თესვას, იცით რა არის? არც ერთ ადამიანთან არ ვცდილობ კონტაქტის დამყარებას, ვისაც არ ჯერა უკეთესი საკუთარი სახელმწიფო საქართველოს. აი, უბრალოდ კარებს უხურავ, პირდაპირ გეუბნებით რა. აი, ვისაც არ წმენა არ გაქვთ, ამ ქვეყანაში სახელმწიფო შეიძლება სახელმწიფოს დაემსგავსოს, მაგალითად, ჩვენ შტაბში არ მინდა რომ უბრალოდ ოდესმე მოვიდეს. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ბევრი რამ გადის წმენაზე და ვინმეს თუ გონია, ჩემო კარგებო, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერ დროში და სივრცეში იარსებებს ოლიგარქიული რეჟიმი ჩაბუდებული ღრმად ფესვებში და ოპოზიციური ერთობა ან საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომელიც იქნება დაპირისპირებაში შესული სამართლიანად ამ რეჟიმთან პირველივე დღიდანვე იქნება ფავორიტი ეს მაშინ რას ნიშნავს ოლიგარქიულ რეჟიმთან არ ქონია საქმე გასაგებია პროცესმა უნდა მოიტანოს გამარჯვება და მარტივად გავცე პასუხს აი რას იზამთ რას იზამთ ვერ აიღებს 53%-ს და ჩანიშნავს ქართული ოცნება და პრაქტიკულ მაგალითს მოგიყვებით და კარგი კი ბატონო ფაზე პასუხს გაცეთ 2018 წლის არჩევნები გვახსოვს ხო სადაც პრაქტიკულად გრიგოლ ვაშაძე ხდებოდა 30 აკაციანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდებოდა კონსტიტუციით რეალურად იყო უკვე შეკრეჭილი პრეზიდენტის ინსტიტუტი და მინიმალური უფლებები ჰქონდა და რა ნებათაღელვა მოყვა იმ არჩევნებს გახსოვთ ხო 4-5 დღე იყვნენ სტრესში ქართული ოცნება. ვერ გამოდიოდნენ შოკიდან. ახსოვთ ხო პირველი 4-5 დღე ხო და მე პირველი დღეც ამის შემდეგ ახალთული ბატონი ჩვენი ივანიშვილი გამოსული და მისი ტექსტი ზემახსოვრება საზოგადოებას. ეხლა წარმოვიდგინეთ აი იმ დღეებში რომ ყოფილიყო 53%-იანი პრინციპი ძალაში. ან თუნდაც ძალაში ყოფილიყო და ყასიდათ ეთქვათ რომ აღარ არის ძალაში. თქვენ ფიქრობთ აი რეტროსპექტივაში რომ ვისაუბროთ ვინმე მოიძებნებოდა მაშინ ქართული ოცნებიდან ვინც გაბედავდა ელემენტარულად ბრიფინგი ჩატარებას და თქმას რომ ძვირფასო საზოგადოება გასაგებია 53%-ზე ვერ მივუახლოვდით მაგრამ არ გინიშნავთ ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე ამის მთქმელიც ვერ მოიძებნებოდა იგივე იქნება ახლაც აი რატომ რა გაძლევთ ამას შესაძლებლობები და საკუთარი გამოცდილება ჯერა საკუთარი თავის და მეგობრების და ოპოზიციაში დედინაცია თუ თქვენს რას აპირებთ გამოვიდა და თქვას და 40 დანარჩენი კი ბატონო ეხლა როდესაც ჯერეთი ძახდება პარალელურად უმრავლეს მუნიციპალიტეტებში კოალიციური ერთობები იკრება პრაქტიკულად კარგავენ თვითმმართველობას და რჩებიან მარტო კანცელარიაში სადაც არის რას ნიშნავს თუ თქვენს რა ვინ უნდა თქვას ვინ უნდა ჩაატაროს ეს ბრიფინგი ბატონო კუჭავა და რა უნდა უთქვას საზოგადოება რა უნდა უთქვას თელ ცივილიზებულ სამყაროს ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში ხო გავსიტების განცხადება კარგი რა სიტყვი რას გავსიტების განცხადება ხო იყო გააკეთეს რომ გამოვიდივარ ხო მაგალითი მოგიყვანეთ ძალიან თუ და უბრალოდ წარმოვიდგინოთ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგი ხო გვახსოვს აი შეძლებდა ის იმის თქმას რომ მე არ ვინიშნავ არჩევნებს კი ბატონო თქვან მოდით იქამდე მივიდეთ და თქვან და მე გეუბნებით გარანტიას ვერ იტყვიან და თუ კი იტყვიან ну ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან შეუძლებელი არის მთელი ცივილიზაციის წინააღმდეგ ეხლა ხელოვნურად ვასწავლეთ ჩემი აზრით თუ ესე მოხდება მე ვფიქრობ რომ მაინც იტყვიან რომ არ ვნიშნავთ არჩევნებს ვინ ეკითხება მე ქართული ოცნება აღარ იარსებებს 24 საათში გიორგი 24 საათში ქართული ოცნება არ იარსებებს თქვენ გონიათ აი ამ ვითარებაში განსაკუთრებით ჩამოეფშება ყველამ თუ ქართულ ოცნებას ყავზე მიტამასნილი ჯგუფი ადამიანები რომლებსაც ზედამთვარი კი არ ამოდის ქართულ ოცნებაზე აწყობთ ქართული ოცნება იმიტომ რომ იარაღით იაროს იმიტომ რომ ფული იშოვოს იმიტომ რომ მომხეჭოლობით დაკავდეს რა არც იდეოლოგიური ასე თქვათ სიმპათიები გააჩნია და მათ და არც ხედვები მოწონთ რაიმე სახის გასაგებია რაც მოწონთ არის ის რომ უბრალოდ აწყობთ რომ იყოს ხელისუფლება რომელიც ხელს არ უშლის აკეთოს ფული. კი, სიმბიოზური დამოკიდებულება. დეპუტატები უცხებიან, პირველები გაიქცევიან, რას ლაპარაკობთ? და ამის მაგალითები ყოფილა. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ 53%-იანი რეფერენდუმი არ არის ძალაში, ნუ ახლა მეღიმება, მაპატიეთ, შეიძლება კადნიერად ჟღერდეს, მეღიმება. იმიტომ როგორც აი თქვენ გიყურებთ, ისევე ვარ დარწმუნებული,
რომ 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი იზეიმებს გამარჯვებას. მართლა გეუბნებით, ამჟამად არასოდეს არ მქონია ინსტინქტურად პოლიტიკაში. შევთქვა დაშოში პოლიტიკაში პოლიტიკოსისთვის უმნიშვნელოვანესი არის ინსტინქტი და ალგო, ინტუიცია. გასაგები არის. მოდით. პრაქტიკა მაჩვენა რომ ხელისუფლება რომელიც ერთ ყურადღება მინდა გამომაყურებისთვის უბრალოდ საკვები მოგცეთ ძვირფას მაყურებელ ფიქრისთვის. აი თქვენს გიორგი პატივისცემით რა მინდა თქვა კვლევებს ატარებენ პარტიულ კვლევებს ახლა ხო ქართული ოცნება პრეზენტაციას ახდენს ერთხელ ორჯერ ამბობენ რომ 45% გვაქვს 46% გვაქვს მეც ვეციწერე ამ პარტიულ კვლევებში რომელიც ტრადიციულად 15%-ით ცდება ხოლმე რეალობას რა მაგრამ ნახეთ რა ხდება და ნაციონალურ მოძრაობას უწერენ 26-27 ტრადიციულად მაღალს უწერენ 26-27 რატომ არ გვიფიქრი, რატომ არ აკეთებენ შემდეგნაირად? ხო შესაძლებელია, რომ მე უფრო გამაჯერებელი შედეგი გამოვიდეს. 45 მაგალითად. რომ აი ქართულ ოცნებას აქვს ამ ეტაპზე 38%, 39, თუნდაც 40, ნაციონალურ მოძრაობას აქვს 12, 11. არა ფსიქოლოგიური ბარიერი არსებობს უკვე 53%-ის მათი იციან მთელი სწორება აქვს 53%. კი, ლოგიკური არის. თავადაც. სწორი. ამიტომ ჩემო კარგებო, მოვალ მე თქვენთან ეთერში ხო 3 იქნება 4 იქნება. შეგვიძლია პირდაპირ დავნიზლოთ. მოდი. თუ ქართული ოცნება 53%-ს ვერ აიღებს. კაი, დავნიზლავთ. აი რაზეც გინდათ კი ბატონო. აი ესე გავაკეთოთ. კაი, ეთერის მერე შევჯერდეთ არ არსებობს რატო იცით? იმიტომ რომ ამ ერს ქართულ ამ ერს არ უწერია სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. არ უწერია შეუძლებელია. გრძნობ ხალხს. ეთახა და მე თქვენ კოლეგა ჟურნალისტებთან შეხება. გრძნობ დიდ მხარდაჭერას არ დაგიმოვალ საზოგადოებაში. გრძნობ იმას რომ ხალხის დიდი ნაწილი შეთქმულებას მოუწყობს საარჩევნო ურნებთან 2 ოქტომბერს. ისევე როგორც მოხდარა უახლოეს კი ბატონო რეგიონი ზუგდიდთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გითხოთ ზუგდიდის აი მე ჩემს ხო რა ვიცი სუბიექტურ თუ ობიექტურად რა ვიცი ყველანაირად ორივე მხრივ ვიტყვი რომ მე რო ვიყო ზუგდიდის მაცხოვრებელი აუცილებლად ბატონო ანზორს მივცემდი ხმას და ამას დავასაბუთებ რატომ იმიტომ რომ კარდიოინტერვენცია არის ესეთი მიმართულება რომელიც გულით უეც არის სიკვდილების პრევენციას ახდენს და იქ სამეგრელოს რეგიონში დროის დანაკარგების გარეშე მან განავითარა ეს სერვისი და ძალიან ბევრი ადამიანი ათასობით ბევრი 1000 მეგრელი სიკვდილს გადაარჩინა უეცარ სიკვდილს რასაც ქვია ანუ იქ განვითარდა ეს კარდიოინტერვენცია და ამიტომ მან ძალიან დიდი საქმე მიუძღვის სამეგრელოს წინაშე და ამიტომ ჩემთვის ადამიანური სიცოცხლე არის ძალიან დიდი ღირებულება და მე გულწრფელად მივცემდი მას ხმას იმიტომ რომ ეს საქმე ძალიან კარგი საქმე ბატონ ანზორს გაკეთებული აქვს დიდი მადლობა მოხსენებისთვის მამისა ხო რას აპირებ ჩახვალ ზუგდიდში ისე მამას გვერდით დაუდგებით მამა გვერდში დაგვიდგათ ჩემისა და ყველას თითოეულ ჩვენგანს და არა მხოლოდ მე და ძალიან ვაფას ამაღლებელია ახლაც ჩემთვის ემოციურად არ იყო ადვილი შეგუება იმ ასთან რომ ფრონტის წინახაზე გამოდის 74 წლის მამა მშობელი რომელსაც წლების განმავლობაში ისედაც არაკლია ჩემს გამო ნერვიულობა ნამდვილად და ეს ჩემში ნამდვილად მრავალნაირ განცდებს აღძრავს არა მხოლოდ გაურებული მას განსტანშება გასამართლებლად გავათქმაგებული მაგ ადამიანს როგორც შვილი ღელო არ დაგიმოვათ იმიტომ რომ ხა ვიცი რას ნიშნავს ველზე მუშაობა მაგრამ ეს ფაქტი არის ნათელი ილუსტრაცია თუ როგორ ვეკიდები მე პირადად მამა როგორ ეკიდება და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ოჯახის წევრი და ძირითადი ნაწილი ოპოზიციის ყველა სახედ ვერ ვილაპარაკებ და არც ვილაპარაკებ რომ სთხოვოთ ხო ყველანი მივდივართ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლო შანსი როგორც ასე მჯერა და გამიხუთმაგდა ენერგია როდესაც ადამიანი 59 წლის განმავლობაში არის ჩართული პროცესში, რომელიც ზრუნავდა პაციენტების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა და გამოდის ადამიანი და ამბობს ახლა და თან ხვდება ამ ბრძოლაში თავით გადაშვებაზე. გეუბნება რომ ეხლა ერთად
გადავარჩინოთ ის სახელმწიფო, რომელიც ყველას გვიყვარს, შესაძლოა სხვაგვარად გვიყვარს, სხვადასხვანაირად გვიყვარს, ყველას გვიყვარს, თუ არის ჯგუფი საქართველოს. პირველივე ტურში მოიგებს ბატონი აზორი. მე არ მინდა ამას საუბარი, მაგრამ მე გასაყენებს ძველი მერი ვინც იყო, ხო რა ინფორმაცია. ადამიანი, რომელიც ამბობს, ახლა ერთად გადავარჩინოთ და უშუალოდ სახელმწიფო ეს ადამიანი არის შენი მშობელი, რომელსაც არაფერი არ აკლია, ნამდვილად არ აკლია და ვისურვებდი, რომ ჩვენი ჩემი ოჯახის აი და არის შესაძლებლობები მატერიალური თვალსაზრისით კონდეს მოსახლეობის თუნდაც 10%-ს ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, ნამდვილად. და მასთან კოტორანტკაში აგარაგზე თავისუფლად შეეძლო ყოფილიყო 6 წლის შვილიშვილთან, ხო? და როდესაც იგი ამ ბრძოლაში ურთულეს ოლქში, სადაც მე პირადად მჯერა რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ვიცი რა სიკეთი აქვს დაკეთები და მე ვარ განსაკუთრებით ზუგდიდი არის ერთ-ერთი ქალაქი, ალბათ ერთ-ერთი ჩემთვის, სადაც 8 წლის განმავლობაში ვარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ამ ოპოზიციაში ვარ. არც ერთხელ არ მიგძვნია ქალაქ ზუგდიდში, რომ იქ შესაძლებელი არსებობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. და ეს ყველაფერი მამის დამსახურებით უბრალოდ არ მიგძვნია, აი ვინ ქართული ოცნების აქტიური მხარდაჭერი, სამართლიან განაწყენებული, ან არ განაწყენებული, ვინ სხვა პარტიის არ მიგძვნია ქალაქი, სადაც ვერ გძნობ, რომ არსებობს ოპოზიცია მე პირადად და რატომ? არა იმიტომ რომ ჩემზე ამოდით იქ ზედამთვარე. კი, მესმის. ავტორიტეტია ძალიან ბევრი რამ უკეთებია. და მისი პატივისცემის ნიშნად მე ეს დამოკიდებულება ვიგზენე ამ წლების განმავლობაში. ხო წარმოგიდგენიათ მასთან მიმართებაში არის, იმიტომ პირადად იცნობს, პირადად. ახლა ყავს უზარმაზარი ხა მამის ხვიდან ხა ვინმე თუ ნათესავი არსებობს ჩვენს გარშემო, ყველა ცხოვრობს ზუგდიდში. ეს არ ნიშნავს რომ ყველა არის ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევი. აზრმელი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. ყველა ტელეოპოზიცია შეჯერდება მასზე. თუ ვინმე დააყენებს ხა არ მინდა ამაზე საუბარი. დაწმუნებული ვარ ასე იქნება, ასე არის. გახარია დააყენებს ბუნებრივია ხო? კი ბატონო, კი, იქ ერთმანეთში გაარჩევენ საქმეს. ბატონი გახარიას გუნდი და ქართული ოცნების გუნდი, რომელსაც ახლა მამა ასევე ძალიან დიდ პატივს ნებისმიერ ზუგდიდი არის, ჩემთვის არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, უბრალოდ არ მახსენდება რომელიმე ზუგდიდელი, რომელიც გამეკრიტიკებიოს ცხოვრებაში. გასაგებია. თითქოს არ მახსენდება. შემთხვევით ვისარგებლებ და ბატონ ანზორს ვეპატიჟები ეთერში, ანუ მას ამ კვირის განმავლობაში ან მომდევნო კვირას, როცა გამოვთავაზდება დრო, ძალიან საინტერესო იქნება მასთან საუბარი. შემოიკრიბოს თავად გეტყვი, შემოიკრიბოს ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც შემდეგ სამართავად ჩაბარდება ქალაქი მუნიციპალიტეტი მომავალში, მაგრამ ეს გუნდი აუცილებლად უნდა იყოს დაკომპლექტებული ახალი ადამიანებით, განსხვავებული ადამიანებით და იცით რა არის? ბატონი აზორი ძალიან კარგი მენეჯერიც არის, ობიექტურად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან წარმატებული. მე ვერ გავკადნიერდები, მე ვიცი რომ მან ძალიან ნოლიდან აქვს დაწყებული და აწყობილი აქვს შესაძლებელი. ვერ მოუწოდებ, მაგრამ ერთ რამეს კი ვთხოვ, რომ თვითფასო მშობლებო, უბრალოდ წარმომადგენლებო 20 წუთით 2 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ, აი თხოვნა ერთადერთი მაქვს, ყველანი მივიდეთ საარჩევნო უნებთან. მეტი არაფერი საჭირო არ არის თითოეული საქართველოს მოქალაქის მხრიდან. მერწმუნეთ, გაყალბებასაც სჭირდება გამბედაობა. ეს გამბედაობა წელს ქართულ ოცნებას ვერ ექნება და რატო იცით, იქნებ რომ ვიღაცებს გაუქრათ. იმიტომ რომ მეორე მხარეს იქნება ათასობით კარგი გაგებით თავზე ხელაღებული ადამიანი, რომელიც პირდაპირ გეუბნებით შეაკვდება. გუშინდელი ნაბიჯი ხა ჩემს მხრიდან, მამის მხრიდან გადადგმული ამას ასახავს და ამავე ნაირად მოიქცევა უამრავი ადამიანი ეჭვამებარება. წვენა ხალხო და ნუ ჩამოგწირით სახე, ნუ ვართ ნიჰილიზმში, ეს ყველაფერი ძალიან აბედნიერებს ოლიგარქს. დავანებოთ რაგვარი ისარი და რასახელის მატარებელი ოლიგარქი არის, რომელიც ნიშნავს თავის თავად მის კეთილდღეობას მხოლოდ და თითოეული ჩვენგანის რბილად რო ვთქვათ დისკომფორტს მთელი ცხოვრების განძილზე. ბოლო შეკითხვიდან იქ გამომართოთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ მე. ხო, ვაწყობს არ ამგონია. ბოლო შანსი ეს მე მომეწონა, ანუ არა, მე არ ვაპირებ ამ ჩამორჩევის მოტყვა, მე დავდივარ. პირდაპირ გეუბნებთ, ეგ დანეხ შაშა ხომ მოვიგეთ. წელს ის კანდიდატი, რომელიც ხვალ დასახელდება
გდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც იქნება ოპოზიციიდან, პირველ ტურში გაიმარჯვებს გდანში და გდანს უფრო დამაჯერებლად მოიგებს ოპოზიცია, ვიდრე იყო შარში. აი რუსთავი აიგოთ, მაგალითად გეტყვით, რატომ გონია რომ ბოლო კითხვა და რეკლამა გვიწევს და მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა იმიტომ რომ ვიცი რატო გეკითხეს რა აქვს ნაკეთები რუსთავში. და არაერთხელ დადასტურებულა, ხო ორივე ტურში მოიგო, ხო 18-ზე და 61% აიღო შარშან თლიანად ოპოზიციამ რუსთავში, საკუთრივ ქალაქში, 61%. გასაგებია. და ეხა როგორ შეიძლება ეხა პირველ ტურში არ მოიგოს დათო კირგიტაძე, მას შემდეგ რა არ მოხდა, აღარ ჩამოთვლა. კარგი, ერთი შეკითხვითაც მინდა. ყველას აეხილა თვალი. ერთი შეკითხვითაც მინდა მოგმართოთ, ანუ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება იყო, რომ ის ამ რეფერენდუმის წინ თქვა, რომ მე საქართველოში ჩამოვალო, ხომ? აი, მისი ჩამოსვლა საქართველოში, აი, თქვენ ამ ოპტიმისტ ოპოზიციურ გამარჯვებისას შეხა 74 ადამიანი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ჩამოვა, ისე თქვენი აზრით? ეხა ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა. კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტულ პასუხებს მიიღეთ მისგან, იმიტომ თქვენ განაცემებში და კარგით, როდესაც ოპოზიციის წარმატებაზე ვსაუბრობთ, მისი ჩამოსვლა ამ ოპოზიციის გამარჯვებაში ხელის შემშლელი ფაქტორი ხო არ შეიძლება იყოს? არა, ოპოზიცია არაფიშუაში არ არის, ხომ მარტივად უნდა გავიგოთ. ძალიან მშვიდეთავა შეგა. კი ბატონო. ძალიან მშვიდეთავა, იმიტომ ზუსტად ვიცი რა გველოდება წინ. და მე ვფიქრობ, თუ კი ვინმე საქმე საფუძველი მგელვარების ეს არის ხოლმე რეჟიმი. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ბრძოლას შემოერთდება, მხოლოდ მისასალმებელი არის და ეხლა თუ კვლავ ჩვენ იმაზე ვაპირებთ საუბარი, ვის მოწონს, ვის არ მოიწონებს არასოდეს ასე შემდეგ, მე გვიანი არ იყოს გიორგი, როდესაც სახელმწიფოების საფუძვლები საერთოდ ნასახიც კი არ დარჩება. არავის აღარ გაახსენდება 2032 წელს ვის რა უთხრა და ვისი განცხადება არ მოიწონა. მე ხედავდი მაშინ იცი და მე პირდაპირ გეუბნებით, ეხლა თუ კი რამეზე ასე თქვა ნატო პრაქტიკულად ოპოზიციასთან მიმართება ისიც რა მინდა? ოღონდ კანდიდატები მაგალითად ერთი სული მაქვს ოპოზიციური სხვა პარტიების წარმომადგენლებს ყველას არ ეხება ეს. დიდი მადლობა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან უკვე ჩართულები ბრძოლაში, მაგრამ ნაწილ მაგას საერთოდ ვერ ხედავ ბრძოლაში. მარტო მხოლოდ ხედავ ეთერებში. და იყვნენ, მაგრამ გარეთაც რო გამოვიდნენ, ცუდი არ იქნება. კი, ნამდვილად კარგი იქნება. ამიტომ ეხლა თან ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე, ან ჯანმრთელობის ხარჯზე ჩაერთვება და ვიღაცა ხა კონდიციონირებული სტუდიიდან იტყვის იცით რა, ან ნატო ჩამოდიხარ, ან ნატო გამოდიხარ, ან წარმატებული ხარ, ექიმი ხარ, რა გინდა, რატომ მიდიხარ ამ ბრძოლაში და გაუგებარია ასეთი განცხადებები. ამიტომ არის ერთობის დრო ესერთობა ჩემის აზრით არის საზოგადოებაში, იმიტომ რომ თავარი იდეის გარშემოა გაერთიანებული და არავინ არ მოგაწოდოთ, იცით რა, ჯერ შანსი უნდა დავიბრუნოთ ამ სახელმწიფოს განვითარებას. და განვითარება დაიწყება უმალვე. უბრალოდ შანსი ყდება ამ სახელმწიფოს განვითარების. ჩვენ გადარჩენისთვის ვასრულებ, გადარჩენისთვის ვიბრძვით და რეალურად გადარჩენა არის განვითარებაში. ბუნებრივია, განვითარებაში. ახლა სხვა ტიპის გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სამწუხაროდ, მაგრამ განვითარების სტადია ძალიან მალევე დაიწყება. ამ რეალობაში თუ ვინმე ბედნიერად თავს თვლის, დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ საზოგადოება ჭრელია, საზოგადოება განსხვავებულია, ეკლექტურია. თუ ვინმე ბედნიერია ფარცხალაძეებით, ბედნიერი არის ქალბატონი წულუკიანებით და ასე შემდეგ და სიგარებით, კრიმინალით, უიმედობით, აუცილებლად მიეცით ხმა ოლიგარქს მიეცით ხმა რაზე საუბარი რა გვანერვიულებს ხო არაფერი მე პირადად კერძო სადარდებელი კერძო ინტერესიდან გამომდინარე არა მაქვს ხო შვენებად ვიქნებოდი და ბედნიერი ვიქნებოდი შოუბრებთან ერთად მაგრამ დარდობ ძალიან დარდობ რბილად რო თქვა არ მინდა ამ ტიპის სახელმწიფოში სადაც ოლიგარქიული წესხობილება ბავშვი და შვილი აღზადო და გავზადო და ხა ვისაც ერთად შევთანხმდებით ამ საკითხში ისინი დავირაზმებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ თუნდაც სიცოცხლე დავთმოთ ვინც ეხა კონფორმიზმით დაკავდება და კორპუსი აშენოს ოღონდ ხილიანზე და ვაზისუბანში ნებართვა მიიღოს მშენებლობის და ამაში გაცვეს ამ სახელმწიფოს მომავლის ბედს ღმერთმა ხელი მოუმართოს